გამარჯობათ ქართველებო, ასე მიყვარს მიმართა. მოგესალმებათ ხელოსან TV, ასე დავარქვი ჩემს ტელევიზიას. მინდა ხოლმე რომ კვირაში ერთხელ მაინც ცოტა ნახევარი საათი გელაპარაკოთ ხოლმე რა. ეს გარაჟი კარგად მოვაწყე, შუქი გავაკეთე. და აი მის ფონზე დაგელაპარაკებით რა. საინტერესო იქნება უფრო რომ მიგაჩვიეს ეს გამოკლებული სტუდიები ხალხზე და რაღაც სისულელებს რომ გელაპარაკებიან. ეხლა ჩათვალეთ რომ გელაპარაკებოთ მშრომელი კაცური კაცი. პატიოსანი, წესიერი და თან საკმაოდ ჭკვიანი და ჩახედული ბევრ წვრილმა რაღაცებში. მე ჩახედული როგორ იქ კი არ დავძვრები, მაგრამ ჭკვიანი ვარ და ხვდები რაც ხდება. იქა. ეხლა მე დღეს ჩვენ სალაპარაკო თემა იქნება ტელევიზიები. ეხლა ზოგს გაუკვირდება, ეხლა ხელოსანი კაცი ტელევიზიებთან რა გისაქმებაა, ხო? მაგრამ ძალიან კარგად გავერკვევ აქ თემებში. და ძალიან კარგად მივხვდი რა პრინციპით ფუნქციონირებენ ეს ჩვენი მთავარი ტელევიზიები. როგორ ამზადებენ პროგრამებს, რას უკეთებენ საქართველოს ცუდს. ეხლა მე თქვენ გეტყვით, როგორი უნდა იყოს ის ტელევიზია, რომელსაც არის განკუთვნილი ხალხისთვის, რომელსაც უყვარს თავისი ხალხი და რომელიც ზრუნავს მის განვითარებაზე. მე იმის მერე რაც თქვენ გეტყვით და გაჩვენებთ, როგორი უნდა იყოს ეს ტელევიზია. მე გაჩვენებთ როგორები არიან ეხლა. ის 4-ეული, იმედი, რუსთავი 2, მაესტრო და კიდე რომელი ერთი? ხო, ის 20-30, ისიც მაგათი ის არის. მაგათი ის არის, ასკონკა. ეხლა უყურეთ. ტელევიზია უბრალო საინფორმაციო საშუალება არ არის. ეს არის ურთიერთობა სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის. როგორც ლაპარაკი დედასა და შვილს შორის, მამასა და შვილს შორის. წარმოიდგინეთ, რომ დედმამა შვილს არ ელაპარაკება, ან კიდე ელაპარაკება რაღაც ისეთზე, რაც საერთოდ არ აქვს კავშირი მის აღზრდასთან. წარმოგიდგენიათ, ხო ვერ წარმოგიდგენიათ, რომ დედმამა შვილს აზრდიდეს და არ ელაპარაკებოდეს. მაშინ რატო წარმოგიდგენთ იგივე რაც ხდება ჩვენ ტელევიზიასა და ჩვენ ხალხს შორის. მომეცით მასობრივი ინფორმაციის საშუალებები და ნებისმიერ ერთს ღორების კოლტად ვაქცევ. იოზეფ გებელსი. აი ესეთი რაღაც ამოვიკითხე იმ დღეს Facebook-ზე დადო რომელიღაცა ჭკვიანმა კაცმა. და ეს არის 100% ჭეშმარიტება. ზუსტად აი მას აკეთებენ ახლა ჩვენი მასობრივი საინფორმაციო საშუალებები. ანუ ამით ისე თქმა მინდა მე ამ სიბრძნეთი რომ როგორიც გექნება მასობრივი საინფორმაციო საშუალება, ისეთი გექნება ქვეყანა, ისე აშენდება ეკონომიკა, ისე გაიზრდება ხალხი, ისეთი წესრიგი იქნება ქვეყანაში და ასე შემდეგ. ტყუილად აი რომ პირველ რიგში საქართველოში მასობრივი საინფორმაციო საშუალებები ჩაიგდეს ხელში ჩვენმა კოლონიზატორებმა. ეხლა უყურეთ, აი როგორი უნდა იყოს ტელევიზია. პირველი, მაგალითად რა, შესანიშნავი პირველ რიგში რომ დაიწყება ახალი საინფორმაციო არხი. პირველ რიგში უნდა გავიდეს სულ დადებითი და პოზიტიური ინფორმაციები, რა გაკეთდა ქვეყანაში კარგი, რომ ადამიანს აუმაღლდეს გუნება განწყობილება. მაგალითად, შესანიშნავი გზა დაიგო კაკაბეთში. ყველა გახარებულია, მადლობას ეუბნებიან მშენებლებს. მეორე, საუკეთესო საცხოვრებელი სახლი აშენდა საბურთალოზე. მაცხოვრებლები კმაყოფილები არიან, მოწონთ სადარბაზო, მოწონთ ფანჯრები, მოწონთ ბინები. მთავარ ინჟინერს ყველა მადლობას ეუბნება და მადლობა ღმერთს, რომ საქართველოში ყავს ასეთი კაი მშენებლები. ეს გავიდა პირველი ორი ამბავი, გავიდა დაუშვათ 10 წუთი ამაში. მესამე, მეასე სკოლის ბავშვებმა საუკეთესოდ ჩააბარეს გამოცდები. მიიღეს მათემატიკის ხუთიანები, ფიზიკაში ასახელეს თავიანთი მშობლები და ასე შემდეგ.
ამაშიც დაიხარჯა 5 წუთი, გავედათ 15 წუთი. ქართველმა გამომგონებლებმა გამოიგონეს მარტივით წყლის გაყვანის სისტემა სოფლების წყლის მოსამარაგებლად. და აი ვაჩვენებთ, აი ამან გამოიგონა, აი წყალი მიდის, აი ხალხი კმაყოფილია, ყველა ლოცავს, ყველა მადლობას ეუნება, ხალხი გახარებულია. შემდეგი მაგალითად, ქირურგმა ალეკომ საუკეთესო ოპერაცია ჩაუტარა ზაზას და გადაარჩინა. ზაზა გახარებულია და მადლობას უხდის მას. ესეც ხო სასიხარულო ინფორმაციაა, წარმოიდგინეთ, ეხლა დადებითი ამბავია რა, ყველას გაუხარდება. ამაშიც 5 წუთი დაიხარჯა. შემდეგი ახალი ამბავი, დღეს გაჩნდა 50 ბავშვი. საუკეთესოები, ლამაზები, ჯამრთელები, მშობლები გახარებული არიან, ქვეყანამ სამშობლო ქართველები გამრავლდნენ. ამაზე წავიდა 1-5 წუთი. შემდეგ დაუშვათ, დღეს 50 ვაგონი ქართული ბოსტნეული გავიდა ექსპორტზე. გორელი, კიაზო გახარებულია. აქედან ამოღებული ფულით გასათხოვარი გოგოსთვის თბილისში ბინის აშენებას აპირებს. ხო, საუკეთესო ინფორმაციაა, ყველას გაეხარდა, არა მარტო იმას გაეხარდა, რა ქვია, იმ კიაზოს, გორელს. არამედ ჩვენც გაგვეხარდა, ვინც ამას უსმენთ. და უფრო უკეთეს ხასიათზე დავდექით, გამიგეთ რაშია საქმე. შემდეგ საქართველოში შემოსული ტურისტები უაღრესად კმაყოფილი არიან საქართველოში მათი მომსახურებით. ეპატიჟებიან თავიანთ მეგობრებს და ნაცნობებს. აჰა, ამაშიც 5 წუთი გავიდა. შემდეგ თბილისში ნაკიდი ხაჭაპურები საოცარია. გემრიელი, როგორ აკეთებენ მას ქართველები, განსაკუთრებით გემრიელია ლარნახევრიანი ხაჭაპური ელიავა შესასვლელში. ესეც ჩვენი სასიხარულო ინფორმაციაა. ყველას უხარია. შემდეგ დაუშვათ და ბოლო ძვირფასო მაყურებლებო რამდენიმე სამწუხარო ინფორმაცია. სამწუხარო ინფორმაცია და თუ რამე ცუდი მოხდა, ბოლოში უნდა გაცხადდეს აუცილებლად და ისიც ისე ბობოდიშების კილოთი. აი დაუშვათ ასე. ვიღაც სულელმა გამოაქვეყნა სექს კადრები, იმას ეგონა რომ აიყოლიებდა ქართულ ხალხს, მაგრამ შეცდა. აი ესეთი თვითონი ცუდი ამბავიც ისე უნდა თქვა, რომ უნდა იფიქრო, რომ მოსახლეობაში ის ტვინში როგორ გადაიხარშება, რომ მოსახლეობა არ დაითრგუნოს და არ აყვეს ჭორაობას. აი დაუშვათ მეორე სამწუხარო ამბავი. ხანძარი იყო ვაშლის ქუჩაზე, მაგრამ ქართველმა გმირმა მეხანძრეებმა ის საჩქაროდ ჩააქრეს. ხედავთ რა თქვი. ხანძარი რო იყო კი თქვი და ვახსენე. მაგრამ ის კი არა თქვი, აი დაუშვათ როგორც ახლა რუსთავი ორში, აუ დაიწვა და ის მოვარდა და ეს მოვარდა და აი სისხლი არის და ის მერე გადმოვარდა იქიდან და არა, მე ვთქვი რომ იქვე ვახსენე რომ ქართველმა გმირმა მეხანძრეებმა მეთქი, უბრალოდ მეხანძრეები კი არ ვახსენე, გმირმა. ის საჩქაროდ ჩააქრეს. ეხლა შემდეგი. პარლამენტარმა ჯ დააბრალა პარლამენტარ ზ-ს, რომ მან ყურადღება არ მიაქცია თავის რაიონს. და წყლის გაყვანა ერთი თვითგვიან მოხდა. ხედავთ? ესეც ცუდი ამბავი თქვი, მაგრამ ესეც როგორ თქვი დაუკვირდით, რომ უკვე გამოსწორებულია ის ამბავი. ის ცუდი ამბავი უკვე აღარ არსებობს. ეხლა უყურეთ. მე დავჯექი სპეციალურად, ახლა ეს ხო გვაქვს, სილქნიკი გვაქვს და ეს ტელევიზიების გადახვევა, გადმოხვევა შემიძლია. ხო და ესეთი ექსპერიმენტი ჩავატარებ. ეს 4 ტელევიზიიდან 1-2 ავიღე, ის 2 ეგეთი არის. და დავიწყე ესე ამოწერა ფურცელზე. რას გადმოსცემდნენ. და თითოეული მაგათი ამბავი, აი ეს 5 წუთიანი, 1000 წუთიანი, რა სარგებლობის მომტანი იყო ქართული ხალხისთვის და უკვე რა გამოვიდა. მაესტრო. ნახეთ რა ხდება. პირველი ამბავი ეს ხდებოდა 2 თვის წინ და ამიტომ ცოტა ძველ ამბებს გაიგებთ აქ ისე. პირველი, ბესიკ ხარჯიანის მკვლელობა, საქართველოს 4 მილიონიან მოსახლეობას. ხო, ბესიკ ხარჯიანის მკვლელობა იხილებოდა მაშინ 1 კვირის მანძილზე პირველი 10-15 წუთი. ეხლა დაუფიქრდით თქვენა. ბესიკ ხარჯიანი არის 1. იმისი ოჯახი და ნათესაობა სულ გადაამრავლო 100 კაცი იქნება, მეტი ხო არ იქნება რა. საქართველოს რამდენია? ხო არის 4 მილიონი. ეხლა უყურეთ, საქართველოს 4 მილიონიან მოსახლეობას. პირველივე წუთებიდან, ახალი ამბებიდან, რაში აინტერესებს? რატო აინტერესებს ამ 100 კაცის
ამბავი. ის უფრო მნიშვნელოვანი არ არის იმ 4 მილიონის ბედით დაიწყო, ისეთი თემები დაიწყო ახალი ამბები, რაც მთელ მოსახლეობას აინტერესებს და არა ის, რაც ერთ კაცს აინტერესებს. ეხლა უყურეთ, ეს პირველი 10-15 წუთი ხო გავიდა. ეხლა შემდეგი მოლდოვას ამბავი. ეხლა მაშინ მოლდოვაში რაღაცა ხდებოდა და ისა. ამასაც 10 წუთი მიახარჯეს. რაში გვაინტერესებს ჩვენ მოლდოვას ამბები, გამიგეთ? თუ რაღაცა იქ ჭორბი რუსეთის გინდოდა, ბოლოში ეთქვათ, მაგრამ 4 მილიონიან ქართველ ერს. რაში აინტერესებს მოლდოვას ამბავი, როცა საკუთარი ეკონომიკა, მდგომარეობა, ეკოლოგია თუ ასე შემდეგ რა გაჩერებული აქვს. შემდეგ რა მოდის ახლა უყურეთ. პრემიერი ჩავიდა დავოსში. რაში გვაინტერესებს ეს დავოსში? კაი, თუ იქ პატარა რაღაცა მოხდა სასარგებლო, იმასაც არ ამობენ. დავუშვათ კახელ მიხოსა რა. იმ დავოსში ჩასულა პრემიერმა რა უნდა მოუტანოს. მაგრამ სინამდვილეში ეს დავოსში ჩასვლის ეს ამბავი არაფერი სარგებლობა არ გვაქვს. შემდეგ მოდის რა უყურეთ. სპორტის სამინისტროში ჩხუბი. მაშინ რაღაცა ჩხუბი იყო იქ. და უყურეთ რა. რაში მაინტერესებს მე 4 მილიონიან ქართველებს. რა ჩხუბი მოხდა სპორტის სამინისტროში? აი დაუფიქრდით ამას. არავის არც მე, აი ჩვეულებრივ მოსახლეს გავიდეთ ქუჩაში. არავის ეგ არ აინტერესებს. ეგ აინტერესებს მარტო იმ დაუშვათ 100 სპორტსმენს, 200 მწვრთნელს და აიღე, დაიღე 500-600 კაცს, მეც არ არის. ანუ ესეც უსარგებლო ინფორმაციაა და თან ცუდი. იმიტომ რომ ჩხუბი გამცნეს, ის კი არა რომ ვიღაცა მედალი მოიპოვა და გაიმარჯვა, ჩხუბი. შემდეგ მოდის რა? ვირუსული ინფექცია გავცელდა, აუ რა საშინელება, ხალხი იხოცება, გადადის, გადმოდის. ესეც რა? ეს ახლა იმითია კარგი რომ კაი რომ იცოდე, თქვა იქ ვირუსია და იქ არ მიხვიდე, მაგრამ სინამდვილეში ეგეთ ჩვენთვის არ არის გამოსულო, ჩვენ კარგი მოგვიტანოს. ისიც იმიტომ რომ დაგვაშინოს, დაგუთხუროს და თავი გვაგზავნებინოს საუბედუროდ. ეხლა მე რა მოდის უყურეთ. მაღაროელების პროტესტი. მაშინ მაღაროში გაფიცვა იყო. ეს მაღაროები ესეც ცუდი რა, ჩათვალთ ახლა პროტესტია, ხო, კაცი ჩხუბობს, მშიერი დგას იქა და აი შვილს რა ვაჭამო, გახსოვთ ის კადრები, აი რა მივცე შვილს, აი ხურდა მაქვს, მეტი არა მაქვს. ესეც რა, რომ დაგთბუნოს და გაგოუბედუროს. ის მაღაროელი აიღე დაიღე, ისიც 1-200-300-400 კაცია და რა კავშირი აქვს 200-400 კაცს 4 მილიონთან. შემდეგ, ხო და ბოლოში ესეთი რაღაცა. არა, კიდეა. ერთი კაცი გარდაიცვალა საწარმოშიო. კიდევ ცუდი. მიხვდით? გარდაიცვალა კაცი, რომელიღაც მშენებლობაში გარდაცვლილა ერთი კაცი. მეშვიდე მოთხილამურე პატრული. მაშინ ბაკურიანში გაიხსნა მოთხილამურე პატრული. ესეც რაში გაინტერესებს მოსახლეობის 99%-ს. ბაკურიანში სიაროს და გულაობას ახერხებს 1% და მეტი არა. რაში აინტერესებს ეს 99%-ს. ეხლა უყურე, აქცია პარლამენტთან. ესეც არაფრის მომტანი, რა აქცია იქნებოდა იქ, ხო წარმოგიდგენიათ ეხლა ვიღაც LGBT-ების და პედარასტების ან ვიღაცა გაუკუღმართებული ადამიანების აქცია. ეხლა კიდე რა უყურე. ჩახუტების დღეო, მაშინ რაღაცა ჩახუტების დღე მოიგონეს. და ყველა იმ დღეს უნდა ჩაეხუტონ ერთმანეთს, ვითომ. რა ჩახუტება, ის ჩახუტება. რა სისულელია, წარმოგიდგენიათ ახლა ქართველებს ჩახუტების დღეს დაგვინიშნეს. ჩახუტების დღე გვინდა ახლა ჩვენა თუ ის რომ საჭმელი იყოს, ხარისხიანი და საბუშეულო იყოს. აი ახლა უყურეთ, მე გადავედი იმაზე, იმედზე. და იქაც იგივე ის გავაკეთე და იქაც რა ხდება? პირველი, ვირუსების გრიპი. მეორე, ხარჯიანის საქმე. მესამე, საგზაო მოძრაობის წესები. ეს კაი ვითომ სასარგებლოა, იმიტომ რომ ყველა მანქანები დავდივართ და სასარგებლოა. დავოსი, უსარგებლო. ევროპარლამენტი. ესეც უსარგებლო. კუჭავა საქმე, მაშინ კუჭავა მუჭავა იყო რაღაც ისიც ცუდი, ვიღაცა მოკლა თუ რა უკნა რაღაცა შნელება, ეგეც ცო დაგთრგუნო და ცუდად ვიგნო თავი. მერე ბაჩოახალე ესეც კიდე ვის აინტერესებს იმის 100 ნათესავიან ოჯახს, სხვა არ არის რა. მერე პანკისის სკოლაო, პანკისის სკოლას კიდე რა კავშირია? თელ საქართველოსთან. და მოკლედ ასე, მერე ერთი ამბავი მოდის ლიტვინენკო, მითხარით.
სასაცილოა ქართული 4 მილიონიანი ეს რა საქმე აქვს ლიტვინენკოსთან. გამიგეთ? მოკლედ დასკვნა. ეგივე ჩათვალეთ, რომ იგივე იქნებოდა რუსთავიოზზე კიდევ უფრო არესი პირველი არხი გამომრჩა, ხო, ეგეც მაგათგანია. ისიც იქაც იგივე იქნებოდა უსარგებლო ინფორმაცია და ყველგან. ეხლა უყურე. საერთოდ ნებისმიერი რთული რაღაცა, რომ გაიგოთ, უნდა ყოველთვის შეადაროთ მარტივს. მათემატიკაშიაც ასე ისწავლება. თუ რამე რთული ფორმულა ან რაღაცა, ხო, უნდა დაიყვანოთ ყველაზე მარტივამდე, აი დავუშვათ 0-მდე, 1-მდე და მერე უნდა გაიანგარიშოთ ფორმულა. ეხლა აი ამ რთულ რაღაცას თუ თქვა დავუშვათ ზოგიერთი ერთგანმა ვერ გაიგეთ, აი ესე მარტივად აგიხსენებთ. აი დავუშვათ მამას ყავს შვილები, ცოლი, სიდედრი და დაბრუნდა სახლში. მოვიდა ეხლა დაღლილი რა, ეხლა როგორც მე დავუშვათ, ხო, ნამუშევარი მოვიდა. დავჯექი, ხო და ეხლა ყველა იწყებს ლაპარაკს. ერთი გეუნება, ავად გახდა ვიღაცა. მეორე გეუნება, წყალი ჩამოვიდა მეზობლისგან. მესამე გეუნება, მეზობლის კატა მოკვდა. მეოთხე გეუნება, იქითობაში რაღაც აფეთქდა. ეხლა როგორია, კაცსა მოგდის და მოგდის ცუდი ინფორმაციები. არის ტყვირო, თქვენ დედა ისეთებოდა, დედა ისეთებოდა. მთელი დღე გავიდა. მე ვიმუშავე და როგორ კარგი არაფერი მოხდა აქ, სუცუდები როგორ მოხდა, რას მოყევით ამ სუცუდებს. მითხარით, კარგი რა მოხდა, ვინ რა ისწავლა, ვინ რა გაიგეთ სასარგებლო. როდესაც ასე ცუდს გეუნებიან, ადამიანი ძალიან ცუდ ხასიათს ედგება. აი ეს იქცევია ზუსტად ჩვენ ტელევიზიები, მთელ ერს თრგუნავენ, აყენებენ ცუდ ხასიათზე. ვითომ სულ ცუდია, ვითომ სულ ყველაფერი ინგრევა, ვითომ სულ სიკვდილია, ვითომ სულ ავადმყოფობაა. ხო და ასეთ რამეს რო იგებს, ის აღარ ქმნის არაფერს უკვე, იმას აღარ უნდა შრომა, იმას აღარ უნდა რამის გამოგონება. ეს ეგრე, ეხლა ესეთ რამეს გეტყვით კიდე. ეხლა კიდე ესეთ რამეს გეტყვით. ერთ-ერთი მთავარი მტერი საქართველოსში, რუსთავი 2. თავმოტყლეპილი წვერებიანი წამყვანი. ჯერ ხო ის დილით იჯდა ერთი პიროვნება. ეხლა ძის. ეხლა მეორე მოუჯდა თავმოტყლეპილი უკვე საღამოთი უკვე კურიერში. არ გიჩნდებათ შეკითხვა, რატომ არიან ისინი თავმოტყლეპილები და აქ კიდე წვერებით. თქვენ გონიათ ეს შემთხვევით ხდება? დაიმახსოვრეთ, რომ აი ესეთ პოლიტიზებულ ტელევიზიებში შემთხვევით არაფერი არ ხდება. ბუზმაც რო გაიფრინოს წინა და იქ დააჯდეს სადღაცას რაღაცა. ჩათვალეთ რომ ეგ იყო გამიზნული და რაღაც ადამიანის ფსიქიკის რაღაც მართვაზე იყო გათვლილი. რატო არის იქ კაი ვაჟკაცი ქართველი ბიჭი? კარგად ჩაცმული, კარგი გალსტუკით, კარგი საროჭკით. ან თუნდაც ჩოხაახალობით. რატო არის? რატო ზიან ეგ? ეგეც მიმართული არის საქართველოს ქართული ბუნების გადაგვარებისათვის. ფაქტია, რომ ეს საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული. საქართველოს ინტერესებში იქნებოდა კარგი ვაჟკაცი ბიჭი რომ ყოფილიყო. რა მიზანს ემსახურება ეს ბოლოკა თხა ტიპები? გამეცით პასუხი. საქართველოს ისლამიზაციას ხომ აცდილობენ. თურქეთმა ხო არ დააფინანსა. საერთოდ ამ ოთხკუთხედში რასაც ჩანს ყველაფერი გამიზნულია. იცოდეთ, ბუზი რომ დააჯდეს წამყვანს, არ იფიქროთ შემთხვევით მოხდა. უნდა იფიქროთ, რომ მოწამლული ბუზები შემოგვიტევენ მალე. ტელევიზია მთავარი იარაღია ეხლა მსოფლიოს დაპყრობაში და ამას კოლონიზატორები უდიდეს ყურადღებას აქცევენ.
შემდეგი რა მინდა კიდე გითხრათ ახლა თუ დაკურებულ ხართ ეხლანდელი ქართულ ტელევიზიებში აი ჩვეულებრივი ქართველები ხო ვართ ყველანი ხო არც ერთი არ ვარ ჩამოფრენციდან ჩვეულებრივ ენაზე საუბრობთ ხო აგერ ოჯახებში მეზობლებში დაძმაში რამდენი წუთად ჩა 10 ხო საუბრობთ ჩვეულებრივი ეხლა ჩართეთ ქართული ტელევიზია აბსოლუტურად განსხვავებული ენა ვითომ ქართულ სიტყვებს იყენებენ 80% 20% რაღაც გაუგებარ სიტყვებს მაგრამ იმათი ლაპარაკი არის გაუგებარი თითქოს სხვა პლანეტის სიტყვით აზრებით გელაპარაკებიან რატო ესეც შემთხვევითი არ არის ეხლა ასე იმიტომ ხდება რომ დაბნეული და გამოდებილებულ მდგომარეობაში ამყოფილ ქართველი ერი როდესაც ჩართავ რუსეთის ტელევიზიას მე ხო რუსი არა ვარ არა რო ჩართავ რუსეთის ტელევიზიას უბრალო სავსებით გასაგებიანით ლაპარაკობენ აქეთ გადმოთავ ქართველი კაცი და ამათ ქართულს ვერ ვიგებ ლუკაშენკო რო არის ბელორუსის პრეზიდენტი იმის ლაპარაკს ისე მესმის ისე კარგად ვიგებ რომ ჩვენი პრემიერ-მინისტრის და პრეზიდენტების ლაპარაკებს ვერ ვიგებ ისე მე აქედან ახლა ეს დიდი ხანი რომ იმასვებდი ვერ ვიგებდი რატო იყო და არც მცალოდ ამაზე მიფიქრა რა და ახლა მივხვდი რატომაც იმიტომ რომ ის ხალხი გულმართალად ლაპარაკობენ მართლები არიან თავისების წინაშე და ესენი კიდე არიან მოსყიდულები ხელფასებზე შედან და ეს ირცხვილებად ვერავობენ ყველაფერს სიმართლეს და აი ამ რაღაცა მოგონილი და აი გაუცხოებული სიტყვებით ცდილობენ რომ თავიანთი ეს სირცხვილი და ის დამალონ და დაფარონ ესეც გითხარით ეს ხო გითხარით მომეცით მასობრივი ინფორმაციის საშუალებები და ნებისმიერ ერთს ღორების კოლტად ვაქცევო ეს თქვა იოზეფ გებელსმა ხვდებით ხო ეს რას ნიშნავს აი ახლა მე რომ მომცას კაცმა ეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებები და სტალინისნაირი დიქტატორი რო ვიყო ხო რომ აი ამ საშუალებებს ისე წარმართებდო ერთ წელიწადში კიდე შეიძლება უფრო მალეც საქართველოს აღმშენებლობა დაიწყებოდა სუნთრად შეიცვლებოდა ქართველი და შრომის ხასიათზე იქნებოდა ყველა აღმშენებლობაზე გადავიდოდა მაგრამ ვისაც უნდა რომ ეხლა სხვანაირად იყოს იმას სხვანაირად მიყავს ეგ საქმე იმიტომ რა შეინტერესებს ჩვენი განვითარება და ჩვენი წინსვლა რა რომ მე მოუბრუნდეთ და უთხრათ რომ ძმა ვაქრა საკეთებ შენ ეს ჩვენი მიწა ეს ხო არ აწყობთ მაგას ერთ რაღაცას რა პროპაგანდა მიდის ახლა კიდე ერთ რაღაცას გეტყვით რა ეს LGBT და ესენი ხო წავიდა ეს პედარასტების რეკლამა ხო წავიდა რომ ყველას უნდა რომ ქართველები გააპიდარასტო ეხლა უკვე თქვენ ზოგს გონია რომ ეს არის მოგონილი თემა და ტყუილი და ესე ჰაერიდან მოდის ეს არის ძალიან სერიოზული თემა დაიმახსოვრეთ ეს არის ხვალ ზეგ აი საერთოდ რა როცა რამე გინდა გამოიკვლიო უფრო და უფრო ფანტაზიით შორს უნდა წახვიდე გაიგეთ ეხლა წარმოიდგინეთ ეს ხო მიეჩვიეთ ამ პედარასტების თემას всё ერთ წელიწადში ეს ამას დაავიწყებენ ქართველები ნახევარი გაპიდარასტება ეხლა წარმოიდგინეთ 2 წელს მერე იცი რა შეიძლება შემოგტენონ ხო არსებობს ესეთი ავადმყოფობა ცხოველების ცხოველ ფილია დავარქვათ რა დავუშვათ სექსი ცხოველთან აი ძაღლთან ხო გინახიათ YouTube-ში ვიდეოში აი ჩათვალეთ რომ ეგეც შეიძლება ძალიან კარგად შემოგთავაზონ და მაგის რეკლამაც გააკეთო გავა 2 წელი კიდე რაღაცას მოიგონებენ გაიგეთ და თუ მაგარ რეკლამას გაუკეთებენ სულ ყველაფერი შემუტენია ხალხსთან ძაღლების თემა სპეციალურად პიარდება ძაღლები სახში ყოფნა ახლა თუ დააკვირდებით ტელევიზიებში და ყველგან მაგრა პიარდება რომ ყველას ყავდეს ძაღლები რომ ძაღლებს აქვთ უფლებები რომ ძაღლებს ხელი არავინ არ ახლოს ძაღლს არავინ ესროლოს სულ აჩვენებენ ესე ძაღლი დადის ისა რატო იცით იმიტომ რომ ბავშვები აღარ გააჩინონ აღარ დათხოვნენ ცოლები არ მოიყვანონ ძაღლები იყიდონ და იმათ უარონ გაიგეთ რომ არ გამრავლდეს მოსახლეობა და კიდე პლუს იმ ძაღლსა ბეწვი რო აქვს სახში ის კარგად მოსწავლის ბავშვს კარგად დაიწამლებიან კარგად დავირუსდებიან და კარგად დაიხოცებიან
ყოველთვის შეხედეთ მეორე კუთხით ნებისმიერ მოვლენას. არ გეგონოთ რომ იმათ მართლა ძაღლების ის უნდათ, რა ქვია, კარგად ყოფნა და ჰუმანურ იდეებზე საუბრობენ. კარგი, მოკლედ ასე. შემდეგ ჩვენ გვექნება ესეთ თემები განსახილველი, როგორც არის განათლება. ძალიან საინტერესო თემა აქვს მომზადებული ბავშვების განათლებაზე. როგორ უნდა გავზადოთ, როგორ უნდა გავანათლოთ, არ მივცეთ ამათ საჯიჯგნად, ამათ პროპაგანდას, რომ ისინი გამოდებულებული და არა ადამიანები გაიზარდნენ. მერე ეს განათლების მერე ჩვენ გვექნება მუსიკა და ხელოვნება. ეხლანდელი მუსიკა და ხელოვნება როგორ დამანგრეველად და როგორ ცუდად მოქმედებს ჩვენ ახალგაზრდობაზე და არა მარტო ახალგაზრდობაზე, საშუალო გაზრდობაზეც. თანამედროვე მუსიკა და თანამედროვე ხელოვნებაზე ვართ ლაპარაკი. და მე ერთი საინტერესო თემა მექნება კიდე განსახილველი, ვითომ ჩვენ დავიქირავეთ მთავრობა. აი ეგ რო გვტენიან რომ აუ ჩვენი დაქირავებულია მთავრობა და იმათ ხელფას ვუხდი და ისინი ჩვენ უნდა გემსახურონ. აი ესეთ სისულელეს ვინც გეტყვით რა, წესით და რიგით იქვე რაც იქნება იქვე უნდა დაახუროთ თავზე. ჩვენ დაქირავებული არავინ არ არის, ჩვენ ისინი გვმართავენ და იმათი ჩილიკა ჯოხები ვარ და როცა მოუნდებათ ისე მოგვისვრიან როგორც წყლინს. ამას ჩვენ სუსხანაირად უნდა მივოდგეთ და სუსხანაირად უნდა განვიხილოთ. ეგ არის ძალიან ცუდარი შეცდომა, რომელიც დასავლეთმა შემოაგდო აქა და ადებილებს ხალხს აქა. მოკლედ ასე, როგორ მოგეწონათ TV, ნოდარის TV. მე მგონი კაი TV იყო, კარგი ინსტრუმენტებია, კაი ადგილია, მე კიდე ვისაუბროთ. ხო, მე კიდე თემები მექნება ამაზე, საქმეებზე, კაი ხელოსნო რაღაცებს გასწავლით, კიდე სხვა ბუნებაში გავაკეთებ და ვაფშე მაგარი საყურებელი იქნება და საერთოდ ვაფშე აღარ უყუროთ იმედს რუსთავიოს პირველ ახსა და მაესტროს და კიდე ვინ არის იქა. ვაფშე მაგათ უყურეთ მარტო ობიექტივს. იქაც ზოგიერთი იბია, ძალიან ჭკვიანურებია. იქ ვალერი კვარაცხელიას გირჩევთ, კორკოტას გირჩევთ და კიდე არის იქ ერთი ორი მაგარი როჟები. და დროს ისის მალხაზით ცდილობს, რომ ჭკვიანური გადაცემები აკეთოს რა, ეხლა ისიც ცოტა ისეთია რა, გულუყვილოა რაღაცეების ჯერა იქ იმისი ვარდისფერი რაღაცეების, მაგრამ მაინც მაგარი ტიპია და მაგასაც უსმინებს. აბა ხე, კარგად მზადდებოდეთ, ყველას გისურვებთ, ბედნიერებას.